ყავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს შერჩეული ირაკლი კობახიძის შემცვლელი ან უფრო ზუსტი რომ იყო მოიცილებს თუ არა ის ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს გარდაუვლად აუცილებელი იქნება თუ არა სწორედ ირაკლი კობახიძისათვის ხელის შეწმენდა ირაკლი კობახიძისათვის და მისი ეგრეთ წოდებული გუნდისათვის რომელიც რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილის ხურმოჭრილი მონაა მაგრამ მონებსაც ცილებენ როცა მონები საჭირონი აღარ არიან აი ამ კითხვას დავსვამ ახლა მე და ვიმსჯელებ თქვენთან ერთად სახელდახელოდ ჩაწერილ ესე რომ ვატრიალებ კამერას აქეთ-იქით ხო არ გავაჩეროთ ალბათ ხელში მიჭირავს ტელეფონი ჩემი რამდენიმე წუთის წინ მე მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე რამდენიმე წუთის წინ არა ხლად რამდენიმე საათის წინ მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ბიძინა ივანიშვილი განიხილავს ირაკლი კობახიძის შეცვლის საკითხს ირაკლი კობახიძის დაკვლის საკითხს მოდი ასე ვთქვათ ირაკლი კობახიძის ზვარაკად შეწირვის საკითხს და ყველაფრის მისთვის უკაცრავად და შეტენვის საკითხს და შერჩეული ყავს მოდი ვიტყვი ასე პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი სრულიად ახალი გუნდით შეიძლება ლევან დავითაშვილი დარჩეს შესაძლოა მაკა ბოჭორიშვილის დარჩეს თანამდებობაზე შესაძლოა დარჩეს ირაკლი ჩიქოვანიც კი მაგრამ ანუ თავდაცვის მინისტრი მაგრამ უმრავლესობა მინისტრებისა რომელთა გვარსახელებით ჩვენ არ ვიცით არც ვიცით ისინი ირაკლი კობახიძესთან ერთად იალა და დაემშვიდობებიან თანამდებობებს კობახიძეს ალბათ სადმე მიასაქმებენ და ასაქმებენ არ ვიცი საკონსტიტუციო სასამართლოში რომელიმე ქვეყანაში საელჩოში არ ვიცი სადღაც სადმე მაგრამ მინისტრები რომელთა გვარსახელებით ჩვენ არ ვიცით ისინი ცხადია გადაინაცვლებენ კერძო ბიზნესში აი ჯუან შერბურჭულაძე როა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხო გახსოვთ არც სახელი რო გახსოვს არც გვარი ხანდახანდა ვიზუალურადაც რომ არ გახსოვს აი ეს ჯუან შერბურჭულაძე რამდენიმე ხნის წინ მედიასთან საუბარში ამბობს რომ ბიზნესში გადავიდა და პოლიტიკაში სულაც არ ერევა ეს ის ჯუან შერბურჭულაძეა რომელსაც განიხილავდნენ ნატოს მისიაში საქართველოს წარმომადგენლად თუმცა ცალკეულმა ინტერესთა ჯგუფებმა მისი კანდიდატურა დაბლოკეს და ჯუან შერბურჭულაძე იზოლებული გახდა გადასულიყო კერძო ბიზნესში რომელიც მას მისივე განცხადებით ჰქონია თურმე ძალიან საინტერესო კი არის საიდან თუმცა რაღაცაიდან მოკლედ ირაკლი კობახიძეს შესწირავს თუ არა ამ პროცესებს და დააბრალებს რა აკიდებს რა პასუხისმგებლობას შენ ვერ მოუარე ქვეყანას შენი ეკონომიკურა წინსვლად წოდებული წინსვლა რეალურად ჩემს მიერ შემოტანილ ნახატებსა და უძრავ ქონებაზე არ ვიცი ხო რაღაც ქონებაზე რაღაც იმრო შემოიტანა მოკლედ ოფშორული ზონებიდან ამაზეა დაფუძნებული და რეალური ეკონომიკური წინსვლა არა გაქვს შენ ვერ გადააგორე კრიზისი რომელიც დედაქალაქის ცენტრშია და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში აფეთქდება ხოლმე ხანდახან ზოგიერთი ქალაქი ზოგიერთი რეგიონი შენ ვერ უზრუნველყავი ურთიერთობების ხელახლა დალაგება შენ და შენმა გუნდმა შეერთებულ შტატებთან ევროკავშირზე არ ვიტყვი შეგნებულად იმიტომ რომ ამის მცდელობაც არ ჰქონია კობახიძეს და დავალებაც არ ჰქონია შენ გაგექცა აწუკე ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი რომელიც სხვათა შორის ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით ესე პრივატულ საუბრებში ძალიან კრიტიკული ყოფილა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ ვითომ თვითონ არისო არც თუ დიდი ხნის წინ ამ ბანდის წევრი არისო საგარეო საქმეთა მინისტრი და
და შეერთებულ შტატებში ელჩობის დროს თითქოს ბევრ რამეს აკეთებდა. მოკლედ ივანიშვილი ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით აპირებს რომ კობახიძე გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სიტყვა უნდა ვიხმარო კვლავ დაკლას. ზვარაკად შესწიროს ამ პროცესებს და სრულიად ახალი ჯგუფი, ახალი გუნდი მოიყვანოს, რომლებზეც სანქციები არც არის, ამ წევრებზე სანქციები არც არის გავრცელებული და უკლებლივ ყველა დასანქცირებული თითქმის ყველა გაუშვას დამსახურებულ თუ არადამსახურებულ პენსიაზე. ამით ივანიშვილს აქვს ერთგვარი სხვა გათვლაც, მას სურს რომ დასავლეთს კონკრეტულად კი შეერთებულ შტატებს აჩვენოს და უდასტუროს რომ თავად ის სულაც არ არის ანტიდასავლელ ანტიამერიკელი, ხოლო ვინმე სხვა ვინც ემსახურებოდა მას და რეალურად ემსახურებოდა რუსეთს, აი ისინი არიან პასუხისმგებელნი, აი ეხლა ხომ შესწირა, ახლა ხომ გადააგდო, ახლა ხომ დაკლა ეს პირები, პოლიტიკურ დაკლას გულისხმობს ცხადია და შესაბამისად მის წინააღმდეგ ან მისი ოჯახის წინააღმდეგაც შემსუბუქდეს უნდა ეს სანქციები. ერთი ვერსიით ამ ყველაფერს ბიზინა ივანიშვილი გააკეთებს მას შემდეგ, როცა შეერთებულ შტატებში მიიღებენ მეგობარი აქტს, რომელიც მძიმე იქნება მისთვისაც და ამ დე-ფაქტო ხელისუფლებისთვისაც. მეორე ვერსიით ის დაელოდება დაახლოებით აღარ 2-3 თვე, მაის, ივნის და ამ პერიოდისთვის მოხსნის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძეს უფრო ზუსტი რომ იყო თავად ხომ ვერ მოხსნის, მაგრამ კობახიძე დაწერს განცხადებას. ახლა ის კითხვა ვინ არის კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისა. მე ვიცი ვინც არის კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისა, ოღონდ არ გაგიმხელთ. აი ასე სუდად მოვიქცევი და არ გაგიმხელთ ჩემს ხელთარსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, ვის დანიშნას აპირებს ბიზინა ივანიშვილი. აქვე გეტყვით, რომ ეს ვის დანიშნასაც აპირებს ბატონი ივანიშვილი არის ძალიან დაახლოებული პირი, მიმარჩიელოთ ცოტა და მე ხვალზე, როდესაც დამიდასტურებენ ამ ინფორმაციას, სუსტი რომ იყო მეორე მესამე წყაროები მეყოლება თუ მეყოლება უკვე ვალდებული არ ვიცი, მაგრამ იზოლებულიც არ ვიცი და ნუ ანგარიში ვალდებული ვიქნები, პრინციპში რატომაც არ უნდა გავამხილოთ ამ შემთხვევაში. აქვე გეტყვით, დაგასპოილერებთ, რომ ეს არის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩვენი ელჩი. და აქვე დაგასპოილერებთ და თქვენ მიხვდებით პრინციპში ხა ბევრს არ ვილაპარაკებ ვიზეც ვსაუბრობ, აქვე დაგასპოილერებთ, რომ ეს ელჩი არის ძალიან ახლო ურთიერთობაში უტა ივანიშვილთან და საერთოდ ოჯახთან. და საერთოდ ოჯახთან და ფართო გაგებით იმ კლანთან, რომლის სათავეშიც არის ივანიშვილი. გულისხმობ ოლიგარქების კლანს, არა მხოლოდ ივანიშვილისა, არამედ ოლიგარქების კლანს, რომელიც ივანიშვილთან ერთად ხრავს, ჭამს, ანგრევს, ბრწყვნის ამ ქვეყანას. დამეხლა მარჯვენა ხელი, თქვენ ის ნებართვით მარცხენაში გადავიდან, ცოტა შემოვიდა ჩემი ხელის კონტური, მაგრამ მომიდევებთ იმედი. აშასე მეგობრებო, მაღალი ალბათობით ბიზინა ივანიშვილი შეელევა ირაკლი კობახიძეს. ირაკლი ღარიბაშვილს ის არ მიუბრუნდება, ირაკლი ღარიბაშვილის მესამედ მოსვლა არ მოხდება. აქვე ვიტყვი, რომ ამავე წყაროს ინფორმაციის სწორედ ამ соусში, ამ კამპოტში, ესე რომ ამბობენ ხოლმე, დანიშნავს ბიზინა ივანიშვილი ახალი პრემიერ-მინისტრი, იმის გამო, რომ კრიზისია ვიზიწელი შექმნილი და შექმნილია კრიზისი, ამიტომ გავდახილი, ამიტომ გავასწოროთ. ასე კრიზისია შექმნილი მართლაც. ბიზინა ივანიშვილი ამ ახალ პრემიერს დაანიშნინებს არჩევნებს. როდის? კარგი კითხვაა. განიხილავენ ქართულ ოცნებაში არა ბიზინა ივანიშვილის კარზე განიხილავენ ამ არჩევნების ახალი არჩევნების დანიშნას.
ხორცდები 4 ოქტომბერს არის ადგილობრივი არჩევნები ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. მეორე ვერსიით მომავალი წლის გაზაფხულზე აპრილ-მაისში რიგგარეში არჩევნებს. რასაკვირველია არა იმ არგუმენტით რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყავდა. არა 26 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა ბიძინა ივანიშვილი არ შეცვლის ამ ვერსიას. მაგრამ იმას კი მიაწვება, იმას კი აღიარებს, რომ კრიზისი არის. და ეხლა მართლა იანვარში გავიგერო ეკონომიკური ზრდად წოდებული ზრდა ჰქონდა იმის გამო რომ შემოიტანა გარკვეული ფინანსები, სწორი სიტყვა არ ვიცი, ოფშორული კომპანიებიდან მიიღო რა კანონი, მანამდე და ასე შემდეგ ხელფეხი გაიხსნა. მაგრამ ეს ეხლა არ იქნება ყოველ თვე. ანუ თუ 11%-იანი ზრდად წოდებული ზრდა ჰქონდა იანვარში, თებერვალში იქნება ოკეი 7, მაგრამ ჩვენ ხო კატასტროფულ მდგომარეობაში მივდივართ რეალურად ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც, ხო? აი ეს ამბები აღიარებინებს ბიძინა ივანიშვილს, რომ კრიზისი არსებობს. და ირაკლი კობახიძის შეწირვით ის ეცდება გააჩეროს საპროტესტო ტალღა რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ. 12 წუთამდე მივიდეთ. ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გვარის კანდიდატურის გვარი ვიცი, დამტკიცებული იქნება ცხადია პრეზიდენტად წოდებული ბანდიტის ყაველაშვილის მიერ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ივანიშვილის კარდახი ცხადია აღიარებს კრიზისის არსებობას და იტყვის რომ why not დავნიშნოთ ახალი არჩევნები. ეს არის ჩემს ხელთარსებული ინფორმაცია. მე გავიდეს მაშინ 13-მდე მივიდეთ 13 წუთამდე. Description-ში არის ჩემი ანგარიშის ნომერი TBC ბანკსა და საქართველოს ბანკში. მე გთხოვთ შეეხიდოთ ამ არხს. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი. ახალი პრემიერის თუ ასეთიდან მოხდა გვარს წინასწარ ცხადია ხვალზე თუ დაზუსტებით გავიგენ ცხადია გაგიმხელთ. ნახვამდის.